მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემ ქვეყანას ყავს ესეთი მეკარე, ესეთი სპორტსმენი და ესეთი ადამიანი, როგორც არის გიორგი ლორია. ის ნამდვილად ყოველთვის მაგალითი იყო, თუ რას ნიშნავს, რომ გეცვა შენი ქვეყნის მაისური, პატივსცემდე შენ ქვეყანას და ყველაფერს აკეთებდა შენი ქვეყნის წარმატებისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან სიმბოლურია, რომ როდესაც გიორგიმ პირველი თამაში ითამაშა ესტონეთში, ერთად ვიყავით მოედანზე. ეხლა უკვე სხვა ფუნქციით ერთად ვზივართ დღეს აქ. ჩვენ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ ერთად. 17 წელი საოცარი ციფრი არის ჩვენი ქვეყნის სამსახურში. მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ნაკრებისთვის, ჩვენი ნაკრების განვითარებისთვის, ასე როგორც მოედანზე ასევე მის გარეთაც. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხბურთის ფედერაციისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს და თავის ქვეყნისთვის ამდენამეს გააკეთებს, ის პატივისცემა, ის სიყვარული და ასე ვთქვათ დაუბრუნდეს უკან, ხვალ მისი, ასე ვთქვათ, ბოლო თამაში იქნება ეროვნულ ნაკრებში და პირველი ფეხბურთელი იქნება, ვისაც ექნება საშუალება, რომ თავის გულშემატკივარს, თავის ოჯახს დაემშვიდობოს მოედნიდან. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი პატივია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გიორგიმ ასე დაიმსახურა. მე მინდა პირადად ჩემი სახელით, ფეხბურთის ფედერაციის სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადო მას ამ ყველაფერისთვის, რაც მან გააკეთა და რა თქმა უნდა ყველა ნაკრების თამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ხვალ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამარჯვების მიღწევა, იმიტომ რომ ეს ადამიანი იმსახურებს, რომ გამარჯვებით დატოვოს დინამო არენა და გიორგი კიდევ ერთხელ მთელი გულით უდიდესი პატივისცემით მადლობას გიხდი ყველაფრისთვის. No, I think Alex have said enough. I just wanted to say როდესაც ნაკრებში ახალი მოსული ვიყავი, შვედეთთან თამაშის წინ სასტუმროსთან გასეირნება გქონდა. ფეხბურთელების კარგად გაცნობა მსურდა და სპეციალურად ამოვარჩია გიორგი ლორია, რომ მასთან საფეხბურთო დეტალებზე მესაუბრა. ბევრი ვისაუბრეთ და ფეხბურთის გარდა ყველა თემას შევეხეთ, რადგან ეს გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ყველაზე სწორია და მინდა გითხრათ, რომ გიორგიმ საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მოგესალმებით. დიდი ხანი არ ყოფილა პრეს კონფერენციაზე და ნერვიულობა. რთულია ძალიან. 17 წელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყოფნა და თამაში საკმაოდ როგორც რთული, ასევე ძალიან სამაყო. 5 ივნის ჩავატარებ ჩემს უკანასკნელ თამაშს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით და ეს არ იყო ეს წლები, ეს მხოლოდ ეს თამაში, ეს არის გზა, რომელიც გავიარე მე სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდზე იდგა ამ წლების განმავლობაში, ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, წვრთნელებს აბსოლუტურად ყველას, ვისთან ერთადაც მომიწია მუშაობა, ჩემს თანაგუნდელებს, აი იაშკას სახით არის ახლა ის იაშკა არის აქ როგორც არა ფეხბურთელი, მაგრამ მასთან ერთად როგორც აღნიშნა პირველად დებიუტი მქონდა ესტონეთში. ყველა თანაგუნდელს, ვისთან ერთადაც მომიწია თამაში, მადლობა მინდა გადაუხადო ექიმებს, სტაფის წევრებს, კამერის უკან ყოფ ადამიანებს, რადგან მათი დიდი დამსახურებაც არის, მინდა რომ აქედან მადლობა გადაუხადო, ისინი ქმნიან ამ ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი გაშუქდეს და მათი დიდი მადლიერი ვარ ასევე. და რა თქმა უნდა გულშემატკივრებს, რომელიც ყოველთვის მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში და განსაკუთრებულად დინამოს არენაზე მათი ჩემთან გვერდზე ყოფნა ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობოდა. ეს იყო
რაც შეიძლება გამოვყო ყველაზე მეტად ალბათ, როდესაც მე ესპანეთთან ვითამაშე 55,000 ადამიანი როგორც სკანდირებდა ჩემს გვარს, ეს მინდა რომ ყოველთვის განმეორებულიყო, მართლა ეს ის მომენტია. და ყველაზე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავხადო ჩემს მშობლებს, რომლებიც სამწუხაროდ დღეს არ არიან ჩემთან ერთად. მთელი ცხოვრება სამაგეროდ ჩემს გვერდზე იყვნენ, სანამ ცოცხლები იყვნენ და თავგაწირვით, რწმენით და ლოცვაში გაატარეს ჩემი საფეხბურთო კარიერასთან ერთად. ისინი ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან ნებისმიერ თამაში, ნებისმიერ სეივში და სიჩუმეშიც კი. საქართველოს ნაკრების მაისური ჩემთვის უბრალოდ ფორმა არასდროს არ ყოფილა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი, ჩემი ოცნება და ჩემი ბავშვობის პასუხი იყო საქართველოს ნაკრებში თამაში და მაისურის ტარება. მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ საფეხბურთო კარიერას ეროვნულ ნაკრებში სუფთა გულით. მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება შემეტანა ჩემი წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში ამ გუნდთან ერთად და მე კვლავაც დავრჩები ქართული ფეხბურთისთვის, რადგან მინდა რომ ჩემი ცოდნა გაუზიარო მომავალ თაობებს და ყოველთვის ქართული ფეხბურთის გვერდზე ვიდგები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს. ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს გიორგი ლორია უკაპიტნებს. ივნისის შეკრება ყოველთვის რთულია, რადგან სეზონი ახალი დამთავრებულია და ფეხბურთელებს ბევრი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. თუმცა მოთამაშეებმა, რომლებიც ემზადებიან ორი ამხანაგური მატჩისთვის, იციან, რომ აქ კონკურენციის გასაზრდელად არიან. ფიქრობ, ეს ჯანსაღი პროცესია. რაც შეეხება ტაქტიკურ სიახლეებს, მოახლოებულ მატჩებში ამას არ უნდა ველოდოთ. ჩემი მოლოდინები ნათელია, ფეხბურთელებმა უნდა აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები და ამბიცია. ფარერის კუნძულების ნაკრები კომპაქტური გუნდია, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობს. ჩვენს ყოფილ მეტოქეებს, ჩეხეთს და სომხეთს შეუქმნეს გარკვეული პრობლემები. კარგი გუნდია, რომელიც დისციპლინის დაცვით თამაშობს. თუ ვიფიქრებთ, რომ მეტოქეს იოლად დავამარცხებთ, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. ფეხბურთელებმა იციან, რომ 100%-ით უნდა დაიხარჯონ შედეგის მისაღწევად. ის, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგებით გააკეთა, ძალიან შთამბეჭდავია. ვფიქრობ, ძალიან მალე ის ჩვენი გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდება არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ვფიქრობ, ახლა მზად არის ამისთვის. ის სამაგალითოა პატარა ქართველი ფეხბურთელებისთვის და ასევე მისი თანაგუნდელებისთვის. ეს ასევე კარგია ქვეყნისთვის, რადგან ბევრი ინტერესდება ქართველი ფეხბურთელებით და ზოგადად საქართველოთი. ხვიჩა ქვეყნის ელჩია და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენი გუნდის ნაწილია.